მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ჩვენ ვაგრძელებთ შაბათის წესების შესწავლას. Შემდეგი თემა, როდესაც უკვე განვიხილეთ სამი საუდის წესები, გამჩენის წყალობით მოდი შემდეგი თემა. ეს არის შაბათის ლოცვის, ანუ შახარითის დილის ლოცვის წესები. როგორც ყოველ დღეს ჩვენ გვაქვს მიცვა ვილოცოთ დღეში სამჯერ შახარითი მინხაყარბითი, ასევე შაბათსაც გვაქვს ჩვენ შახარითი მინხაყარბითი დამატებით მუსაფის ლოცვისა, შახარითის ლოცვის დროს ჩვენ გვაქვს მუსაფის ლოცვა, მაგრამ როგორც ჩვენ რაბები გვახსენებენ, რომ როგორც ყველა მოქმედება ესე თქვათ განსხვავებულია, რაღაცა შეიძლება შაბათ დღეს გავუკეთოთ, რაღაცა არა, განსხვავებული ჭამაც კი განსხვავებული გვაქვს, რომ ჩვენ მიცვები გვაქვს კიდეში გავაკეთოთ და არა ჩუღურები დღეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ლოცვაშიც და ბევრი თეილი მიემატება შახარითის ლოცვას, ყარბით შეიცმა უფრო მეტი შახარითის ლოცვას, ემატება განსაკუთრებული ლოცვა ერთ-ერთი, ეს არის ნიშმათ ქოლხაი, ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვა არის და იმინა შაბათს არის რაც ვთქვათ ჩასმული. და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიცვა კიდე ემატება შაბათის შახარითის ლოცვას, ეს არის სეფერთორის მიცვა. რა არის მაგაში განსაკუთრებული? ვიცით, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვაბრძანებთ სეფერთორას მთელი კვირის მანძილზე. მარტო ის რა ვიღოთ, რომ 2 შაბათს და 5 შაბათსაც გამოვაბრძანებთ სეფერთორას. ავდივართ 3 ადამიანი, სეფერთორაზე 3 ადამიანი, გამოვაბრძანებთ როშ ხოდეში და ხოლამოედებშიც ავდივართ 4 ადამიანი, იომ-ტოვებში და როშ-ჰაშანაში ავდივართ ჩვენ 5 ადამიანი, იომ-ქიფურში 6, მაგრამ ყველაზე განსხვავებული არის შაბათი დღე, ყველა დღეს როგორც წელთვაში კოდაშიმ, რომ დღესასწაულების დღესასწაულია შაბათი დღე და მაგაშიც კი განსხვავებულია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი არის სეფერთორაზე, 7 ადამიანი. მანდ არის ახსნა ბევრი, რატო 7? არის ახსნა, რომ 7 დღეა კვირაში, არის ახსნა, რომ თითქოს და ყველა დღეს ასე ვთქვათ რაღაც წყვილი ყავს, როგორც კვირას 2 შაბათია მისი წყვილი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევთან და ასე შემდეგ, მაგრამ შაბათი არის მარტო დარჩენილი და გამჩიმა რა თქვა, რომ არ იყოს მარტო დარჩენილი შაბათი დღე, მე მაგ დღეს ჩავსვავ ძალიან მნიშვნელოვან მიცვას, სეფერთორის გამობრძანებას, რომ თითქოს და იქნებიან ერთად შაბათ დღესთან ერთად, სეფერთორა და შაბათი დღე და ეს იქნება თითქოს და მისი წყვილი. აი ეს ახსნა, რომ შაბათი დღესთან უკავშირდება ამ ისრაელი, რომ თითქოს და ხათანქალა, ასე თუ ისე ბევრი ახსნები აქვს, რომ შაბათი დღე არის დარჩენილი მარტო და გამჩენილი რაღაც განსაკუთრებულ საკეთებს შაბათი დღისთვის, რომ მარტო არ დატოვოს. ერთ-ერთი მიცვაც არის სეფერთორის მიცვა, განსაკუთრებული როცა გვაქვს ჩვენ, რომ ყველაზე მეტი ადამიანი ადის შაბათ დღეს სეფერთორაზე. ცოტა შევყვამდებით სეფერთორის წესებს განვიხილავთ, როგორ და რა უნდა შევასრულოთ მიცვა. წერილ თორაში მასახეთ სანედრენ 44 გვერდზე განიხილავს რამოდენიმე ალახას სეფერთორასთან დაკავშირებით შაბათ დღეს და არა მარტო შაბათ დღესა, მაგრამ ჩვენი თემა არის შაბათი დღე. ერთ-ერთი რო წერილ თორაში რომ 3 დღე არ გავიდეს ისრაელის შვილისთვის ცხოვრებაში, რომ თორის ხმა არ გაუგია. წერილ ეგრეთ თორაში. და ხსნიან არაბები რამოდენიმე ახსნას გვაძლევენ. ერთ-ერთი რა არის, რომ ყველა ისრაელში ჩვენ გვაქვს მიცვა, ყოველი დღე თორის ხმა გავიგოთ. თორის ხმა გავიგოთ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თორა უნდა ვისწავლოთ გამჩენის წყალობით, რადგანაც ჩვენ ბევრჯერ გვიხსენებია, რომ ამ ისრაელს გამჩენთან კავშირი შეუძლია დაამყაროს მხოლოდ თორის სწავლის და მიცვების შესრულებით. თუ არა და სხეულია ბევრს აქვს, ეგეთ ჩვეულებრივი სხეული გვაქვს, ჩვენ სხეულითან განსხვავდებით ჩვენი თორით, ჩვენი რწმენით, ჩვენი მიცვებით და ასე შემდეგ. ამიტომ წერილ თორაში რომ არ გავიდეს არც ერთი დღე ისრაელის შვილის ცხოვრებაში, რომ თორა არ გვისწავლია. რაღაც მაინც უნდა ვისწავლოთ, რაღაც წავიკითხოთ, რაღაცა თეილი მივთქვათ, ვისაც რა შეუძლია, თავარია რა, თორა გვასწავლის, არ ჩაიაროს დღემ ისრაელის შვილისთვის თორის გარეშე. მაგრამ წერს თორა, რას ნიშნავს 3 დღე,
რომ ეს არის გამოუვალი სიტუაცია. თუ რამე შემთხვევით ადამიანს და ერთი დღე ვერ ვისწავლეთ, ორი დღე ვერ ვისწავლეთ ჩვენ ცხოვრებაში ზედიზედ, თორა არ გავიდეს 3 დღეზე მეტი. რაღაც უნდა ვისწავლოთ. მეორე ახსნა წერია თორაში, რომ არ გავიდეს 3 დღე ისე რომ ისრაელმა არა თორა არის და რამედ სეფერ თორის ხმარ მოусმენია. ამიტომ არის დაწესებული თორაში მიცვა, რომ არ გადის 3 დღე ისე რომ ჩვენ სეფერ თორას გამოვაბრძანებთ. გამოვაბრძანეთ 2 შაბათ დღეს, გამოვაბრძანეთ 5 შაბათ დღეს და მერე შაბათს. ну რა თქმა უნდა თუ შუა კვირაში ან არ დაემთხვა დღესასწაული, ხოლო მოედი როშ ხოდეში ან მარხვა და ასე შემდეგ. ხო, ეს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ კვირასაც ეხება. ეს არის ახსნა რომ არ გავიდეს შეშინდეს 3 დღე რომ ჩვენ სეფერ თორის ხმა არ გაგვიგია. ვის შეუძლია სეფერ თორაზე ასვლა? არის ეგეთი ძალიან კონკრეტ ასე ვთქვათ ყველასთვის ასე ძირითადი შეკითხვა, ვის შეუძლია სეფერ თორაზე ავიდეს? და აქ რამოდენიმე ალახა ძირითადი რაც უნდა დაიცვას ისრაელშვილმა სეფერ თორაზე ასვლის დროს. ერთი, რა თქმა უნდა, წლოვანება, რომ არ შეუძლია ადამიანს ავიდეს ბარმიცვამდე 13 წლამდე არ შეუძლია ავიდეს ადამიანი მამაკაცი სეფერ თორაზე და რა თქმა უნდა მანდილოსანს საერთოდ არ შეუძლია ავიდეს სეფერ თორაზე, რადგან ჩვენ გვაქვს შმა ისრაელის მიცვა, სადაც გვიწერა თორაში ვეშინანტა მლევანეხა, ასწავლე შენი თორა, ანუ გამჩენი ძახის და ჩემი თორა ასწავლე ვაჟს. ვაჟის შვილს. აქედან თორამ დაადგინა, რომ სეფერ თორაც იგულისხმება მაგაში, რომ ასწავლა არის რომ ჩვენ ავიდეთ სეფერ თორაზე წავიკითხოთ და ასე შემდეგ და შემდეგ ერთ მიცვას არის რომ ჩვენ სეფერ თორაზე აყვავს მარტო მამაკაცები. მეორე რომ კარგია ადამიანი არ უნდა იყოს გამჩენის წინააღმდეგ. ანუ უნდა სწამდეს გამჩენის. არ შეიძლება ადამიანს გამჩენის არ სწამდეს და ავიდეს სეფერ თორაზე, მაშინ რა ვკითხოთ, მთელი რწმენა სეფერ თორაშია. თუ ადამიანი გამჩენის წინააღმდეგობა და გამჩენის არსებობას არ აღიარებს, ну რა თქმა უნდა სეფერ თორაზეც ვერ ავა. შემდეგი ალახა, რომ სასურველია ადამიანი პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ წერს გემარაც, მასახე სანედრინი 44 გვერდზე, რომ ადამიანი ავიდეს სეფერ თორაზე ისეთი ადამიანი, ვინც შაბათს იცავს. მაგრამ მასეთ შემთხვევაში არ შეზღუდა ისეთი ადამიანიც, ვინც სეფერ თორას შაბათს არ იცავს. რადგანაც არის ბევრი შემთხვევები, როდესაც ისრაელშვილი თეშუბაზე ბრუნდები მაგალითად, ყველა ისრაელშვილი გადადგას თქვა პატარ-პატარ ნაბიჯს, რომ უფრო მეტად დაიცვას შაბათი დღე, მეტად დააფასოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს დრო სჭირდება. თუ ადამიანმა თქვა დაიწყო ადამიანმა და ყოველ შაბათს როგორც ახსენეთ, იგივე ხაფეც ხაიმის მაგალითი მოვყვანთ, რომ ყოველ შაბათი თქვა ხაფეც ხაიმა, რომ უნდა იყოს განსხვავებული, ანუ უფრო მეტს ვიცავდე უნდა შაბათ დღეს. შემდეგ გასული შაბათის განსხვავებით. შესაბამისად, თუ მე რაღაც კონკრეტულ ალახებს არ ვიცავ შაბათ დღესთან დაკავშირებით, ბევრი აგზალებია, 39 აგზალებათ ძირითადი, თქვათ მე ვიცავ 30 და არა 39-ს, შემიძლია თუ არის სეფერ თორაზე ავიდე, რა თქმა უნდა წერია შულხან არხში, რომ შეიძლება, რადგანაც ისრაელის შვილი წერს თორა, რაც არ გინდა დაშორებული იყოს გამჩენისგან, მაინც ისრაელის შვილია. თავარი კრიტერიუმი რაც ვთქვით ჩვენ, გამჩენს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. თუ რამეს ვერ იცავს, მაგრამ გამჩენის რწმენა აქვს, სხვა ღმერთებს არ ეთაყვანება, აუცილებლად არ ეთაყვანება და ასე შემდეგ, კერპებს და ასე შემდეგ, და გამჩენის რწამს ადამიანს შეუძლია სეფერ თორაზე ავიდეს, რადგანაც ერთ-ერთი რამე რაც წერია თითქმის ყველგან, რომ გამჩენს არ აქვს დაკეტილი თეშუბის კარები. ყველასთვის ღია, თორა ყველასთვის ღია, ვისაც უნდა თეშუბაც დაბრუნდეს, მისთვის კარები ღია აქვს. რა თქმა უნდა მოყავს მასახეთ სანედრინს რამოდენიმე ადამიანი, როგორც თქვა მეთორში გამჩენა შეუზღუდა თეშუბაზე დაბრუნება, მაგრამ ძირითადად ასე ვთქვათ წერია ყველა ისრაელშვილზე, რომ გზა ყოველთვის არის. შესაბამისად არ უნდა შეუზღუდოთ ადამიანები, რომ არავიდან სეფერ თორაზე, იმიტომ რომ რაღაც მიცვას არ იცავს. მაგრამ ასეთ სიტუაციაში არც უნდა ვაწყენინოთ ისრაელშვილს, რომ აი რაღაც მიცვას არ იცავს და ამიტომ შესაბამისად შეიძლება რა ხარ სეფერ თორაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს რა მიცვა 7 კაცი ავიდეს. 7 კაცი ავიდეს რა იგულისხმება აქ, რომ 7 კაცი უნდა ავიდეს სეფერ თორაზე, როგორც ჩვენ ვახსენეთ, 7 ვინც შაბათს იცავს. შესაბამისად, მასეთ სიტუაციაში როგორ ვიქცევით, რომ არც უნდა ადამიანს ვაწყენინოთ, მაგრამ 7 კაცის უნდა შევასრულოთ, ამ სრულს ვამატებთ.
თქვათ ადამიანი ერთი ადამიანი ავიდა ისეთი ადამიანი რომ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს როდესაც შაბათს გარკვეულ მიზეზების გამო შესაბამისად ავიყვანთ ისე ერთ ადამიანს დამატებით, ანუ 8 გამოვა და საბოლოოდ გამოვა რომ 7 მაინც ისეთი ავიდა, ვინც შაბათს იცავდა. და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველა რაბები გვასწავლიან, არასოდეს არ ვაწყენინოთ ისრაელის შვილს, არასოდეს ცუდი არ მივანიშნოთ, აშემიშმორ გამჩენდა გვიფაროს რომ ჩვენ რაღაცა აი ის მიცვას არ იცავს და შესაბამისად ჩვენზე ნაკლებია, თუ რაში წერია რომ ყველა გამჩენისთვის ყველა ისრაელის შვილი თანაბარია. ვინც იცავს, ვინც არ იცავს და ასე შემდეგ. რაც უფრო მეც დავიცავთ, მით უფრო უკეთესი არის ჩვენთვისაც გამჩენის წინაშე და ყველა ხალხისთვის, მაგრამ სიყვარულით გამჩენს ყველა უყვარს და თუ გამჩენს უყვარს ყველა, ჩვენ არ შეგვიძლია რომ განვაცხოვოთ ერთი მეორესგან. ამიტომ ჩვენ დავიცავთ იმ კანონსაც, რომ 7 ავიდნენ ვინც შაბათს იცავს და აუშვეთ მაგ ადამიანსაც. რაც შეეხება თვითონ სეფერ თორის წაკითხვის კანონებს, ჩვენ როგორც ვიცით, ავდივართ სეფერ თორაზე ვაკურთხებთ ერთ ბერახას, აშედ ბახარ ბანუ მიკრა მიმ ვენანტანანეთ თორათო ბალუხათა შემნოთენათო რა დაწყებამდე სანამ დავიწყოთ წაკითხვას, შესაბამისად კითხულობს ხაზანი, ვინც კითხულობს, წამკითხავი სეფერ თორის, ან თუ თვითონ კითხულობს ადამიანი, ვინც აკურთხებს, ეგეც შეიძლება. თუ იცის საკითხვა, რა თქმა უნდა, და დასრულების შემდეგ, როცა მივართ იმ ადგილამდე, სადაც უნდა შეწყდეს ეს თქვა დასრულა და შემდეგი ამ სრულის დრო მოვა, იქ რა თქმა უნდა ვაკურთხებთ შემდეგ ბერახას, შენანთანანათო რა თორათემეთ, ვეხაია ყოლანატაყბეთო ხენო ბარუხათა შემნოთენათო რა. და დავსრულოთ ამით სეფერ თორის კითხვას და შემდეგ ამსვლელი ავა. რაც შეეხება თვითონ სეფერ თორას, კარგია რომ სეფერ თორა წავიკითხოთ ჩვენ მელოდიებით. ყველა ჯამათში სხვადასხვა მელოდიები მიღებული, როგორ რა, ასე შემდეგ, მაგრამ თავის სეფერ თორასაც რა თქმა უნდა ეს იმ ადამიანს ეხება, ვინც სეფერ თორას კითხულობს, უნდა დაიცვას თავისი კანონებიც, ხანდახან უნდა შეწყდეს რაღაც უცბად, უნდა მძიმიან, ასე შემდეგ, ან რაღაც თემა წყდება და ეს უკვე რა თქმა უნდა ვინც კითხულობს იმას ეხება და იმან იცის ეს კანონები და რაც თავარია, კარგია ყოველთვის, ანუ ეგეთი შეკითხვა არის თორაში, რომ შეიძლება თუ არა ადამიანმა წაიკითხოს სეფერ თორა, თუ კითხვა არ იცის. ანუ ჩვენ ვაკურთხებთ სეფერ თორაზე, ანუ წერეთ თორაში რომ ვაკურთხებ წაკითხვაზე, მაგრამ მე თუ არ ვიცი ივრითულად კითხვა, მე თუ ან მაგალითად ავიღოთ ივრითი და სეფერ თორის ასოები ცოტათი განსხვავდება. არა მთლიანად, მაგრამ ცოტათი განსხვავდება, სხვადასხვა ფორმებია და თუ ადამიანმა არ იცის ეს ფორმები, შეგვაშეცდეს სხვა ასოთ მოეჩვენოს. შესაბამისად, არის შეკითხვა თუ ადამიანმა არ იცის პირდაპირ ასოთ კითხვა სეფერ თორის, შეუძლია თუ არა სეფერ თორზე საერთოდ ავიდეს. და არის პასუხი ის, რომ კარგია, რა თქმა უნდა, დასაწყისში ლეხათხილა, რასაც ქვია, ავიდეს ის ადამიანი სეფერ თორზე დააკურთხოს ბერახა, რომ ყველა აზრის მიხედვით გამოვიდეთ, ვისაც წაკითხვა შეუძლია. და არა ის, ვისაც არ შეუძლია წაკითხვა. მაგრამ ბედიაბად პრობლემა არ არის არც ის, ну გამოუშვით შემთხვევაში ხა თუ მაგალითად ადამიანმა ისეთ ჯამაათში იმყოფებით, რომ თქვა ადამიანმა არ იცის არც ერთმა ივრითულად წაკითხვა, სეფერ თორის წაკითხვა არ იცის და მარტო ვინც იკითხულობს იმან იცის. მაგ სიტუაციაში როგორ ვიქცევით, ბედიაბად შეიძლება ავიდეს ის ადამიანიც, ვინც წაკითხვა არ შეუძლია სეფერ თორის. და შეუძლია რა თქმა უნდა ვაკურთხოთ კიდევაც, იმის და მიუხედავად რომ არ წაგუკითხია. მაგრამ მაგის შემთხვევაში მაინც კარგია, ვინც კითხულობს სეფერ თორას, გააყოლებინოს მაინც თვალი, რომ აი აქ ვკითხულობ, იქნებდა რამე სიტყვა ეცნოს და ის წაიკითხავს მაგ სიტყვასაც და ყველას მიხედვით გამოვა მაინც იმ ასე ვთქვათ მიცვაში, რომ რაღაც სიტყვები მაინც წაიკითხა ადამიანმა და ჩაერთულა წაკითხვაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სეფერ თორის წაკითხვის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მიცვა, ასევე ჰაფტარის წაკითხვა, რადგან ერთ-ერთი მიცვა არის, რომ ჩვენ ყოველთვის წინასწარმეტყველებსაც და ქთუმიმებსაც ვკითხულობდეთ ყოველ კვირა და ვსწავლობდეთ თორას და ერთ-ერთი დანიშნულებაც ის არის, რომ თუ ისრაელშვილები არ სწავლობენ წინასწარმეტყველებს მთელი კვირის მანძილზე, დაადგინეს რაბებმა ჰაფტარაში წაიკითხავენ და ასე ვთქვათ გამოვართ მაგ მიცვიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანია სეფერ თორას წაკითხვის დროს პატივი ვიცეთ სეფერ თორას და ეს არის არა მარტო სეფერ თორაზე ნათქვამი, ეს ლოცვაზეც არის ნათქვამი, რომ
იმის მიუხედავად შეიძლება ადამიანს არ ეცმოდეს იურითურად ვკითხულობთ და იურითული სიტყვები არ ვიცით და ასე შემდეგ. როდესაც სეფერ თორა გამობრძანდება, ნათქვამი თორაში, რომ აკრძალულია საერთოდ ლაპარაკი არ აქვს მნიშვნელობა რა თემაზე ლაპარაკობთ. არ შევეხოთ იმ საკითხებს, რაზეც ასე ვთქვათ, ნეგატიური წერია თორაში, როდესაც სეფერ თორა გახსნილი არისო და იქ ჯამათი ლაპარაკობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც არ ეხება სეფერ თორას და არ ეხება მიცვებს, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა, რომ ადამიანმა შეცდომა დაუუშვა, უნდა მივიდეს, უნდა დაელაპარაკოს, უნდა გამოვასწოროთ რაღაცა, ხო? ან რაღაცა მიცვასთან დაკავშირებით ლაპარაკობთ. თვითონ წაკითხვის დროს საერთოდ ყველაფერზე აკრძალულია, თუნდაც მიცვაზე ლაპარაკი ნებისმიერ რამეზე, რადგან წერია, რომ ეს არის პირდაპირ ეწინააღმდეგება სეფერ თორას პატივისცემას. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კითხულობს ხაზანი, ვინც უნდა წაიკითხოს სეფერ თორა და მაგ დროს სხვა ადამიანები სწავლოცავში ლაპარაკობენ არ აქვს მნიშვნელობა რა თემაზე, თუნდაც მიცვაზე, მაგრამ თვითონ ამ სულეს და ამ სულეს შორის შეიძლება მიცვებზე ვილაპარაკოთ. თუ რამე რაღაცამ დაგვისურვოთ თუღაც შეკითხვა, როგორ შევასრულე ეს მიცვა, რა გავაკეთო, ეს შეიძლება შაბათ დღეს გავაკეთო, არ შეიძლება, აკრძალული არ აკრძალული, ან ლოცვის საკითხებია, როდის გადის შმაისარის დრო, ან ნებისმიერ რამე ავიღოთ, რაც შეხება თვითონ მიცვებს, ადამიანს და ადამიანს შორის შეგიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ, რადგანაც ეს მიცვის საკითხებია. Ну, ასევე რა თქმა უნდა, ნათქვამი თორაში, რომ არც ლოცვის დროს თუ არ ვილაპარაკოთ, უნდა არც ერთ საკითხზე, როცა ლოცვა მიდის. Ну, ზოგადად წერია თორაში, რომ აქ შაბათის თემა არის უბრალოდ ლოცვის პატივისცემის, ასე ვთქვათ, ალახებში წერია, kvod bet knesset, რომ წერს შულხან არუხი საერთოდ აკრძალულია ნებისმიერ საკითხზე, რაც მიცვას არ ეხება და თვითონ ლოცვის საკითხებს არ ეხება, ლოცვაში ვილაპარაკოთ. რადგან წერია თორაში, რომ კი სეფერ თორა გამობრძანებულია გამჩენ შეხინაც, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად არის ყოველთვის, მაგრამ წერია თორაში, რომ გამჩენ შეხინა ყოველთვის არის სალოცავში. შესაბამისად თითქოს და წერია, რომ ჩვენ მივედით ბეითამიგდაში, რადგან ჩვენი დღევანდელი ლოცვები არის პატარა ბეითამიგდაში მოიხსენებს თორა და თითქოს და ბეითამიგდაში შევდივართ და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. არ აქვს მნიშვნელობა რა, თუ მიცვას არ ეხება, წერს შულხან არუხი, რომ საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ ლოცვაში არც ერთი საკითხი. მოვიკითხოთ ერთმანეთი და ვილაპარაკოთ, სხვადასხვა საკითხები განვიხილოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა, წერს შულხან არუხში, რომ ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ მიცვებსაც შეეხება, ლოცვასაც შეეხება და ასე შემდეგ. დამჩემა დაგომადლიანოს, ყოველთვის მრავალ მიცვებს დაგომადლიანოს, მეტი მიცვების შესრულებას დაგომადლიანოს, მეტი შაბათი დავიცვათ, გამჩემა გაგვიძლიოს ყველა ისრაელიშვილი ერთად და დავეხმაროთ ყოველთვის გადავცეთ ალახები და ასე ვთქვათ თორისოდნა სხვადასხვა ისრაელიშვილებს, ვისთვისაც ხელი მიგეწვდომება და ასე ვთქვათ გავამრავლოთ გამჩენის თორა ამ ისრაელში. დროებით.